ვაკეთებ. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. დროულ ხალხს ახსოვს, მაგრამ ახალგაზრდებს ვეტყვი. საბჭოთა ტელევიზიისა და პროპაგანდის ოქროს ფონდში ჩაიწერა თავის დროზე პოლიტიკური მემუმხილველის ცხონებული აბონ ციციაშვილის ფრაზა. რონალდ რეიგანს ალბათ დაავიწყდა ძველი ქართული ანდაზა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. 40 წელი გავიდა, ან მეტი. და ჯერაც არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, დაავიწყდა პრეზიდენტ რეიგანს ძველი ქართული ანდაზა თუ უბრალოდ არ იცოდა, არავის უთქვამს. მაგრამ რაც იცოდა და თეთრი სახლიდან წასვლის დღეს რაც დაგვიბარა, იმის დავიწყება კი ნამდვილად არ შეიძლება. We'll continue to work to make sure that the Soviet Union that eventually emerges from this process. ვიმუშავებთ, რომ საბჭოთა კავშირი საბოლოოდ ნაკლებად საშიში გახდეს. მინდა რომ დაახლოება გაგრძელდეს. გაგრძელდება კიდეც, სანამ ასე ვიმოქმედებ და ისინი ხელშეგვიწყობენ. როგორც კი ამაზე უარს იტყვიან, გავაუქმებთ ყველაფერს. ვენდოთ, მაგრამ ბოლომდე არა. სულ ხელებში ვუყურებთ და არ შეგვეშინდეს თუ რამეს არასასურველს დავინახავთ. And don't be afraid to see what you see. გაითვალისწინეთ 1999 წლის გარიჟრაჟია. სამთვეში ჯერ კიდევ საბჭოთა თბილისში 9 აპრილი გათენდება. რეიგანის გამჭრიახობა სამწუხაროდ დადასტურდა. საბჭოთა კავშირი ან რუსეთი ცვლილებების მიმართ იმუნური აღმოჩნდა. სამწლიანი ვითომ დემოკრატიზაციის შემდეგ პირველივე კრიზისს ისევე უპასუხა, როგორც უპასუხებდა ივანე მრისხანე ან ნიკოლოზ პირველი, ლენინი ან ვინმე ხრუშჩოვი. პოლიტიკა კი არის ინწუთიერი შესაძლებლობების ხელოვნება, მაგრამ მაინც კარგი იქნება ამერიკის ყველა პრეზიდენტს ახსოვდეს დიდებული წინამორბედის სიტყვები. პირველ რიგში დღევანდელს. იმიტომ რომ იმ წინამორბედს თავისი წინამორბედების სიტყვები და გამოცდილება ახსოვდა. ენდობით რუსებს? არა. რატომ არა? პაუზას ვიღებ. იმიტომ რომ მათ დაარღვიეს ყველა შეთანხმება, რომელიც ჩემთან დადეს. ამიტომაც არ ვენდობი. აი, თუ ვინმეს არ ესწავლებოდა რუსეთი, ჰარი ტრუმენი იყო. ნაღდათ არ ესწავლებოდა. რთულია მოძებნო ადამიანი, ვისაც CV-ში ეს ყველაფერი ერთად უწერია. ვიბრძოლე ერთ მსოფლიო ომში, დავამთავრე მეორე მსოფლიო ომი. იაპონიაში ჩავაგდე ბირთვული ბომბები. ჩავატარე პოცდამის კონფერენცია, დავაარსე ნატო. ვეჭიდავე სტალინს ევროპის გაყოფაზე. კიდაღამ ვიომე საბჭოთა კავშირთან აღმოსავლეთ ევროპასა და თურქეთში. ვიომე საბჭოთა კავშირთან კორეაში. შევიმუშავე და განვახორციელე მარშალის გეგმა და უამრავი სხვა რამ. კიდევ ერთხელ რომ ეყარა კენჭი ტრუმენი ორ თვეში სტალინის სიკვდილსაც მოესწრებოდა და ბევრ სხვა რამესაც. ვითომ მშვიდობის და ოდნავი დემოკრატიის ინიციატივებსაც საბჭოელებისგან, რითაც ხრუშჩოვი თავისი მოკლე ტვინით ატყუებდა ამერიკელებს. ამერიკაში ახლახან იყვნენ ბულგანინი და ხრუშჩოვი. პრეზიდენტი რომ იყო, დაპატიჟებდით შეერთებულ შტატებში. ჰიპოთეტური კითხვაა და რა კი აღარ ვარ პრეზიდენტი, ვერ ვუპასუხებ. და ენდობით რუსებს? არა. ხრუშჩოვი და ბულგანინი ვისაც ხვდებოდნენ, იმანაც გადასარევად იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. საბჭოთა კავშირმა პრეზიდენტ აიზენჰაუერს მმართველობის დასაწყისშივე სიმტკიცის გამოცდა მოუწყო და სუეცის არხზე დაუძაბა. ოღონდ აიზენჰაუერი გენერალი კაცი იყო, 5 ვარსკვლავიანი და ცოტა რთულად შესაშინებელი. რუსეთის ინტერესი ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ ძალის ჩვენებაა. მან განაცხადა, რომ ცდილობს მსოფლიოში კომუნიზმის გამარჯვებას და ასე უფრო იოლია გავიგოთ, რისთვის უნდა ახლო აღმოსავლეთში გაბატონება. ამ რეგიონის ქვეყნებს თუ დაიპყრობს და წაართმევს თავისუფლებას, მათთვის ტრაგედია იქნება, ასევე ბევრი სხვა სახელმწიფოსთვის აზიასა და აფრიკაში, რომელთა ეკონომიკაც მოკვდება. დასავლეთ ევროპას ისეთი საფრთხე ემუქრება, რომ აზრს დაკარგავს მარშალის გეგმა ან ნატოს წევრობა. კიდევ ერთი თითქოს წარუმატებელი პრეზიდენტიც კი იმპიჩმენტით გაგდებული სრულიად გასაგებად უხსნიდა თეთრი სახლის მომავალ ბინადრებს, ან ნებისმიერ ისტორიკოს, რის გაკეთება არ შეიძლება არასდიდებით რუსეთთან. Well, I recall talking to Manuel Brosio, the former Secretary General. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ბროსიო 6 წელი მუშაობდა დიპლომატად მოსკოვში. 60-იანების ბოლოს ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე მითხრა: "მე ვიცნობ რუსებს, მათ ყუარები არიან. კარგი მსახიობები, აფერისტები. ტყუიან იმიტომ, რომ ამას საკუთარ მოვალეობად თვლიან, არ ენდო რუსებსო მითხრა." He said, "I know the Russians. They are liars." Why do they lie and cheat? Why are they insincere? რატომ იტყუებიან? The reason is that their goal. მათ საპირისპირო ამოცანა აქვთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მათ უნდათ გამარჯვება. მშვიდობა ან ომი მათთვის მხოლოდ მეთოდია, რითაც უნდა მიაღწიონ რუსულ კომუნისტურ ბატონობას მსოფლიოზე. მარქსიზმი, ლენინიზმი ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ გზას ამართლებს. მათთან ურთიერთობისას სულ უნდა გვახსოვდეს, რომ გატყუებენ. And if it requires that you lie and you cheat, you lie and you cheat. დიდად კარგი დახასიათება ვერ არის, როცა მთელს ქვეყანას ეხება, ყველა დროში.
მაგრამ ხომ მოიგონეს რუსებმა რაღაც ამოუცნობი რუსული სული, აი ზაგადეჩნაე რუსკая душа. იქნებ ეგამბავია და სხვანაირად ხედავენ მართლა ყველაფერს. Are they sincere as people as Andropov sits in the Kremlin? Does he think of როგორც ადამიანებს რუსებს გულწრფელად ჯერათ, რომ რასაც აკეთებენ ზნეობრივია. I do not think that morality is really relevant as far as they're concerned. არ მგონია მათთვის ზნეობა რამეს ნიშნავდეს. ნუელი რომ გულწრფელობაზე გულწრფელობით გიპასუხებენ. მათთან შეთანხმებას მხოლოდ მაშინ შეგიძლია ენდო, როცა ამ პირობის დარღვევისთვის კიდევ უფრო მძიმე ფასს დაუდგენ ვიდრე შესრულებისთვის. ასეთი ადამიანები რომ დარჩენილიყვნენ თეთრ სახლში, ნამდვილად არ გაიოცებდნენ პუტინის გამოსვლას თავის დროზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც პირდაპირ თქვა გავლენის სფეროები უნდა დავიბრუნო. პირიქით, ეტყოდნენ, ბიჭო, აქამდე სად იყავი, მოგვენატრა კიდეც ამ ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაო. What do you think about the იქნებ ცივი ომი მართლა ჩვენი ბრალია, რა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტები ბირთვული იარაღით შევაშინეთ. We have to remember ჩვენ საბჭოთა კავშირს შევთავაზეთ ერთობლივად გვემუშავა ბირთვული ენერგეტიკის განვითარებაზე. უარი გვითხრეს. მარშალის გეგმა შევთავაზეთ ყველა ევროპულ ქვეყანას, მაგრამ საბჭოთა კავშირმა არათუ თავად არ მიიღო აღმოსავლეთ ევროპულ სატელიტებსაც უარი ათქმევინა დახმარებაზე. პრეზიდენტმა აიზენჰაუერმა შესთავაზა ღია ცისხელშეკრულება, რომელთაც ჩვენი ქვეყნები ღია იქნებოდნენ ინსპექტირებისთვის და ერთმანეთს ვერ მოუატყუებდით. ამაზეც უარი მივიღეთ. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ შეკავების პოლიტიკის შემუშავება. უპირატესობას მივაღწია და მხოლოდ ამის ხარჯზე ავიცილეთ თავიდან მესამე მსოფლიო ომი. ევროპა მაშინ ძალიან სუსტი იყო. სულ არსებობდა შანსი, რომ რუსების ფულით მოქმედი რევოლუციური ძალები აიღებდნენ ძალაუფლებას. რუსები ბუნებრივად აგრესიულები არიან. თვითონაც ამბობენ ამას. ბრეჟნევიც იმავეს მეუბნებოდა. დამიჯერეთ, მე ვიცნობ რუსებს. ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ ომს ვერ მოიგებენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნება მოლაპარაკების საფუძველი. პრეზიდენტმა ნიქსონმა ეს მრავალი ათეული წლის წინ თქვა. მაშინ საქმე ცივი ომის მოგება-წაგებაზე იყო. დღევანდელ ომის დროს ნიქსონი რომ ყოფილიყო აიზენჰაუერი, ტრუმენი ან რეიგანი, აბა ვინ იცის რას იზამდა შეერთებული შტატები. ან ტეჩერი რომ ყოფილიყო მაგალითად ბრიტანეთის პრემიერი. In Afghanistan and Cambodia. ავღანეთსა და კამბოჯაში საბჭოთა კომუნიზმი კი არა თავისუფლებს დაპყრობით ომს აწარმოებს. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია რჩება დასავლეთის სამყაროს ძირითად გარანტიად. რა პრობლემას უნდა შეიქმნას, ევროპაში მშვიდობას სტრატეგიული ბალანსი უზრუნველყოფს. რაც მშვიდობისთვის გვჭირდება, უნდა გავაძლიეროთ ეს ბალანსი. მშვიდობას ისე არაფერი ემუქრება, როგორც დასავლეთის შემართების დასუსტება. ეს სიტყვა მრავალმხრივაა ისტორიული. ერთი იმიტომ, რომ ისტორიული პერსონაჟი ამბობს. მეორე იმიტომ, რომ პროგრამული იყო მაშინაც და ახლაც. არაფერი შეცვლილა. მესამე იმიტომ, რომ ისტორიულ დღესაა წარმოთქმული. ლეონიდ ილიჩი რომ ჩაახეთქეს საფლავში 18 წლიანი მმართველობის შემდეგ 1982 წლის 15 ნოემბერს. აი მაშინ. Today in Moscow. დღეს მოსკოვში საბჭოთა ხალხი ემშვიდობება ყოფილ ლიდერს. ეს მნიშვნელოვანი მომენტია აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებისთვის, მაგრამ ვერ დავივიწყებ, რომ სადაც საბჭოთა კავშირმა ბოლო წლებში წინ წაიწია, ეს არა იდეების ძალით, არამედ უხეში ძალით გააკეთა. უბრალოდ ვერ დავივიწყებ ავღანეთსა და კამბოჯას. ვერ დავივიწყებ პოლონეთს, სადაც თავისუფლების მოყვარე ხალხს სამხედრო წესები დაუწესეს, თუმცა ვერ წაართვეს სიამაყე. ვერ დავივიწყებ ბერლინის კედელს, სიმბოლოს, რომ როდესაც ხალხის არჩევანია თავისუფლება, ის თავისუფლებას ირჩევს. ამისთვის უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა. ესაა ჩვენი თავისუფლების გარანტია. ჩერჩილები და ტეტჩერები რომ არ ყოფილიყვნენ კრიტიკულ მომენტებში თავიანთ ადგილას, დღეს სტარმერები, ჯონსონები და სხვები ზღვის ქაფიდან ასე ვერ დაიბადებოდნენ. სწორედ ამისთვის იყვნენ თავის დროზე იმავე ოვალურ კაბინეტში აიზენჰაუერები და რეიგანები, რომ დღეს ტრამპს მილიონი მცდელობისა და კუდის 1000-ნაირი კიცინის შემდეგ ხელი მოეწერა ტომაჰავკების გაგზავნაზე უკრაინაში. მისი მწვავე ანტიპოდის ბაიდენის გაგზავნილ F-16-ებისა და აბრამსების მიყოლებით. აი, ამას ქვია სტრატეგიული ინტერესი და კაცობრიობის უკეთესი ნაწილის სანუკვარი ოცნება. Make Russia small again. ეს იყო ვაშა-გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგის გოგოტიშვილთან. გვახსოვდეს წარსული, რომელიც მომავალიცაა. გვიყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.